რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემებს, აქ მათი როლი გადამწყვეტია. იმიტომ რომ ჩვენ გვევალება გავზარდოთ ისეთი ექიმები, რომლებიც კარგად არიან განსწავლული პაციენტის უსაფრთხოებაში, პაციენტის უსაფრთხოების მართვაში და პაციენტის უსაფრთხოების მეცნიერებაში. პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა სამედიცინო პერსონალის და მმართველი გუნდის უშუალო უპირობო ვალდებულებას წარმოადგენს. ძალიან ბევრი რესურსი გვაქვს საზღვარგარეთიდან, იმიტომ რომ მათი გამოცდილება პაციენტის მართვის და ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ბევრად მეტია, ვიდრე ჩვენი გამოცდილება. აქედან გამომდინარე, მათი რესურსის გამოყენება ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. პირველი მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან უმცირესობაში იმ MD პროგრამებს შორის, რომლებმაც დაიწყეს პაციენტის უსაფრთხოების და ხარისხის მართვის საფუძვლების სწავლება სტუდენტებისთვის, იმიტომ რომ MD პროგრამებში ეს როგორც წესი არ მოიაზრება როგორც სავალდებულო საგანი. ეს შეიძლება იყოს არჩევითი საგანი, მაგრამ აქ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ამ საგანს ვასწავლით თბილისის სამედიცინო აკადემიაში 2018 წლიდან და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ვართ ნოვატორები ამ მიმართულებით.